გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს გვექნება მიზნებზე როგორ უნდა ვიმუშაოთ, რა სტრატეგიას გვთავაზობს ედ მაილეტი. განვიხილავთ მე-9 თავია წიგნიდან კიდევ ერთის ძალა და დავიწყოთ მისი განხილვა, მე-9 თავის განხილვა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში მრავალი სისტემა, ფილოსოფია და მეთოდი გვხვდება იმაზე, თუ როგორ დავისახოთ მიზანი ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ამ თემაზე ნამდვილად არ შეიმჩნევა რესურსების ნაკლებობა ჯერ და გულუბრყვილობა იქნებოდა მე ვფიქრობ რომ აღარ იყენებ შენს მიზნებთან დაკავშირებულ რომელიმე სტრატეგიას. არა, მინდა გაგაუმჯობესებინო ის თუ როგორ უდგები შენს მიზნებს და მიზნის დასახვის პროცესს. და მართლაც ნამდვილად ასია, უამრავი წიგნი არსებობს მიზნებზე მუშაობის იმისათვის რომ მიზნებზე იმუშაო და სხვა სტრატეგიებს გვთავაზობენ. შესაძლოა შემდგომში განვიხილოთ კიდეც რომელიმე მათგანი. და დღეს მოდი მოვუსმინოთ რას გვთავაზობს ედ მაილეტი, თავის რა სტრატეგიას გვთავაზობს და როგორ მიაღწია თვითონ ამ შედეგს, რა შედეგსაც მიაღწია. ამბობს რომ მიზნები ენერგიაა და რა თქმა უნდა ეს ასია, ყველაფერი ენერგია და მიზნებიც ენერგიაა და ასევე ახლა გვეუბნება რომ ხშირად ხდება ისეო რომ მიზნები არ არის უკეთესი ცხოვრებისკენ მიმართული, ანუ არ არის კარგად შერჩეული სტრატეგია და ხდება ისე რომ რეაქცია არის რაღაცაზე, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, აი რაღაცა მოხდა და იმის ერთგვარ პასუხად ირჩევ ამა თუ იმ მიზანს. მაგრამ ეს არ არის სწორად დასახული მიზანი და ამიტომ გვეუბნება რომ გონება აუცილებლად სწორი აზრებით უნდა იყოს სავსე და ისე დაისახოთ მიზანი. პრინციპში ამას ყველა წიგნში შევხვდებით, იმიტომ რომ მიზნები არის ისეთი რამე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დასახული სწორად. ხშირ შემთხვევაში ისიც ხდება ხოლმე, რომ ადამიანი ძალიან ბევრს იშოვებს მიზნის მისაღწევად და თუნდაც ინსტიტუტში ჩაბარება, სწავლა, რაღაც პროფესიის შერჩევის დროს და მერე აღმოჩნდება, რომ ეს სულაც არ ყოფილა ის საქმე, რისთვისაც ასე ოცნებობდა, და ამდენი წელი თუ იშრომა, იწვალა, რა ვიცი, გადალახა უამრავი დაბრკოლება და აღმოჩნდება, რომ სულ დაიხარჯა ის დრო. და ამას გულისხმობს ამ შემთხვევაში. ანუ ჩვენ იმაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რა გვჭირდება მიზნის დასახვის დროსო, გვეუბნება და ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთის პრინციპით, ვინც ცხოვრობს, აი ამ წიგნის მიხედვით, რას ფიქრობ და ზოგადად ახლა თვითონ კი აქ არის ხაზგასმული, რომ ამ წიგნში არის ესე მოცემული, რომ ვინც ამ პრინციპებით ცხოვრობს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიქრი, როგორია შენი ფიქრები, კარგავ ენერგია, საით უშვებ შენს ფიქრს, იმიტომ რომ ფიქრის დროს გონება აქტიურდება. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ძირითადად სხვა მხრივ არც შემხვედრია მე ჯერჯერობით ამ ეტაპზე, როდესაც წიგნებს, ნებისმიერი წიგნი ვაიღოთ მიზნებზე სამუშაოდ, ყოველთვის არის ეს გათვალისწინებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, შენს აზროვნებას, რას ფიქრობ და რაზე აკეთებ, რას უთმობ ყველაზე მეტ დროს. თუ შენ უარყოფით დიდი აზრები მოგდის, რომ მე აზრი არ აქვს, ამას ვერ მივაღწევ, ან რაღაცა შეჭუგეპარება, თავისთავად ცხადია, რომ მიზნის მიღწევის ძალიან ნაკლები იქნება შანსი და შეიძლება საერთოდაც არ იყოს. მერე აქ აქვს განხილული კავშირი სტანდარტებასა და მიზნებს შორის, თუმცა მე-10 თავში ამის შემდეგ არის თავში განხილული ცალკე რა არის სტანდარტები, მაგრამ მოდი აქაც შევეხოთ ამას, მიზანზე ვთქვათ რა არის განმარტოთ, რა თქმა უნდა ეს არის მომავლისკენ მიმართული განზრახვა, ენერგია, სურვილი, რომელიც დაკონკრეტებული უნდა იყოს დროში, კონკრეტული სურვილია, რომელზეც გვაქვს ძალიან დიდი კონკრეტული რაღაცა თემა, რომელზეც გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ჩვენთვის ცხოვრების ან სტილი, არ ვიცი, რა მიზანს აირჩევ, ხო, უნდა შეასრულო. და სტანდარტი არის ის, რომ მიზნამდე მიმავალ გზაზე აუცილებლად ადამიანს აქვს თავისი ცხოვრებისეული სტანდარტები დაწესებული, ხო, ყველა ადამიანს.
განსაკუთრებით, როდესაც მიზანი გაქვს დასახული, შეიძლება ეს სტანდარტებში რაღაცა ცვლილებები შეიცვალოს, ანუ შეიძლება იყოს რაღაცაზე უარი თქვა, რაღაცა პირიქით უნარჩვევა გამოიმუშავა, ანუ ერთგვარი ნორმები და წესებია სტანდარტები. თუმცა სტანდარტები არა მხოლოდ მიზნის დროს არის აუცილებელი, ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში აქვს სტანდარტები და გარკვეული აი ამ კრიტერიუმები, სხვა სტანდარტებით ცხოვრობენ. ანუ გამოდის, რომ თუ მიზანი არის გზა სურვილი, გზა არა, უბრალოდ სურვილი, რომელიც უნდა შევასრულოთ, თვითონ აი ეს სტრატეგია უკვე იქნება თავისთავად ცხადი ამ გზაზე რას გავაკეთებთ მიზნამდე მისვლის გზაზე შენს მიერ შერჩეული ქმედებები, ქცევები, რაც საბოლოოდ მიგიყვანს იმ მიზანთან, როდესაც სწორედ არის, რა თქმა უნდა, სტანდარტები შერჩეული. სტანდარტების გარეშე მიზანის ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ თუ არა აქვს ადამიანს ზუსტად არ იცის, რა უნდა არაჩვევა აქვს, რა უნდა გააკეთოს, რა არის შემდეგ, ანუ თავისი გეგმა კონკრეტული ის მიზანი ოცნებად დარჩება, მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ ადამიანს აქვს სტანდარტები, მაგრამ მიზნები არ აქვს. და არ გაგიკვირდეთ, ახლა არიან ესეთი ადამიანები, არ არის კარგი, ვიცი, ძალიან ჩემთვის მოსაწყენი და უაზრო იქნებოდა ცხოვრება. თუნდაც პატარა მიზანი მაინც არ გქონდეს და მე ყოველ დღე ვფიქრობ რაღაცაზე, რომ რაღაცას არ ვიცი, ძალიან ბევრი ფიქრობს და არიან ადამიანები, ვისაც არ აქვს ეს მიზანი, არიან ესეთი სტაბილურად, არ ვიცი, თავისთვის თავის ნაწილში ჩაკეტილი, ან სწორლივ დივანზე და ნუ არ ვიცი, ხა ყველანაირი ადამიანები არსებობენ, მაგრამ ადამიანის სტანდარტების გარეშე არ არსებობს, ხო, რაღაცა დაუცნობელად, ყველას აქვს თავისი რაღაცა ჩვევა, რაღაცა უნარი, რაღაცა გეგმა არაცნობიერად. ნუ ანუ რაღაცა სტილი, რაღაცაზე მიჯაჭვულობა, რაღაცასგან ესეთი რამე არის. სტანდარტები აქვს ყველას, იმიტომ რომ ბავშვობაშივე ყალიბდება და ყველა ადამიანის ცხოვრებაში რაღაც გარკვეული წესები არსებობს და პრინციპები და ისე ცხოვრობს, მაგრამ როგორც აღნიშნე, მიზნები ყველას არ გააჩნია. ნახეთ, ახლა წავიკითხოთ ცოტა. აქ შეინარჩუნეს სიმარტივე და მოქნილობა, გვეუბნება, არსებობს ათასობით ადამიანი, რომლებიც სიხარულით შემოგთავაზებდნენ მიზნის ჩამოსაყალიბებელ სისტემას. პრობლემა ის არის, რომ ერთი კონკრეტული სისტემა ყველასთვის არ გამოდგება. მართალიც არის, რა თქმა უნდა, ყველასთვის არ გამოდგება ერთი და იგივე სისტემა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, საკუთარი აზროვნების სტილით, საკუთარი თუნდაც ფიქრის უნარით, ასევე თავისი ჩვეულებრივი ნებისმიერი უნარებით, ჩვევებით, თავისი წარსული გამოცდილებებით და ყველა აქვს თავის ეს სისტემა ყველასთან ვერ იმუშავებს, რო გვეუბნება, მაგრამ ერთი სისტემა ხო ვერ მოერგება ადამიანის მიზნებს. ზოგი ხო, ამას ეს არ მინდა გამორჩეს, რომ ზოგი ადამიანი არის ვიზუალურად აზროვნებს, ან აუცილებელია რომ დაინახოს, რომ დაიწყოს ჩაირთოს მასში ეს აზროვნების სისტემა, ანუ გადაწყვეტილებების მიღება. ზოგს ძალიან უყვარს შეხებით კინესთეტიკია, ზოგი არის სმენით და მაგალითად წიგნის წაკითხვის დროს მე პირადად სამივე მაქვს ჩართული. აი ძალიან მიყვარს თუ დავისახე მიზნად რაიმე წიგნი, აუცილებლად მირჩენია წავიკითხო წიგნის წაკითხვა. არის სხვა აუდიო წიგნები, რომელსაც მოусმენ, უფრო მარტივია თითქოს, იმიტომ რომ შეგიძლია სხვა რამე აკეთო, თუნდაც საოჯახო საქმე ან ბაღში ყვავილი, მაგრამ ჩემთვის ესე არ მუშაობს, ძალიან ბევრი რამე გამომრჩება ხოლმე. თუმცა ვიყენებ ამ წიგნებსაც, ვიყენებ აუდიო წიგნებსაც, მაგრამ თუ ძალიან მინდა სიღრმეებში ჩავიდე და ცოტა ისეთი წიგნია, ხო, რომელიც რეალურად მაიტა და არ არის რაღაცა მსუბუქი, მაშინ აუცილებლად ვკითხულობ მომწონს ხმამაღლა კითხვა და ამას ვაკეთებ ხოლმე. ხმამაღლა, იმიტომ რომ ჩემი ხმა მე თვითონ ძალიან კარგად აღვიქვავ, ხო, ამ დროს აი ძალიან კარგად მესმის უკვე შინაარსი შემდეგ წიგნის, ასევე მომწონს ვიზუალურად უყურებ, რა თქმა უნდა და ვიზუალიც ვარ ამავდროულად, სვენით ჩართული მაქვს და კიდე მაქვს ჩართული კინესთეტიკა, იმიტომ რომ ვეხები წიგნს, როდესაც ვეხები და ვფურცლავ, ეს მე ძალიან მსიამოვნებს. ნუ ახლა ეს უბრალოდ მაგალითისთვის მოგიყვანეთ. და ყველას თავისი
ვიდეოები აქვს, შესაძლოა აუდიო წიგნები ძალიან დროს მოსწონს. ეს ეხლა ეს წიგნის მაგალითი დანარჩენშიც ეს ხდება ხოლმე, ხშირ შემთხვევაში და კიდე რაზე გვეუბნება აქ მიზნების ჩამოყალიბებები, არ გამომჩეს არაფერი. მიზნების ჩამოყალიბება პიკურ მდგომარეობაში. მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ შენი საუკეთესო მიზნების ჩამოყალიბება, როცა შენი მდგომარეობის უმაღლეს წერტილში იმყოფები. რას ნიშნავს ეს მდგომარეობა, ხო? შეიძლება იკითხოთ ახლა და აუცილებლად იკითხავთ. ეს მდგომარეობა არის, წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც შენი გონება და სხეული არიანო ოპტიმალურ ურთიერთობაში ფუნქციონირებენ ერთად. ანუ ნახეთ რას გვეუბნება, როდესაც გონებაში რას გულისხმობს, გონება არის ცნობიერი და სხეულს გულისხმობს ქვეცნობიერში, არაცნობიერში თუნდაც და როცა ცნობიერი და ქვეცნობიერი ერთმანეთში შეთანხმებულები არიან, მაშინ წარმოშვება ძალიან ძლიერი ენერგია, რომელიც მიგიყვას ამ პიკურ მდგომარეობაში, ჰარმონიულ მდგომარეობას. და იცით რა არის, როდესაც არსებობს რაღაცები, როდესაც გონებით გვინდა ჩვენ, ძალიან გვინდა, მაგრამ სხეული არ გაძლევს ამის საშუალებას, არ უნდა ამ სხეულს. ან შეიძლება ისეთი იყოს, რომელიც სხეულს არ აქვს იმის საშუალება, გადაღლას გამოიწვევს, ან არ შეუძლია ეს გააკეთოს. აი მსგავსი სიტუაციები ძალიან ხშირად არსებობს და ჩვენ მაინც გონებას ვაქცევთ ხშირად ყურადღებას და არ უსმენთ ხოლმე ამ სხეულს და როდესაც გონება და სხეული შეთანხმებულად არიან, ანუ უსმენთ ჩვენს სხეულს, მაშინ ძალიან დიდი შანსი არსებობს იმის, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს და ასევე კიდევ არის აქ ახსნილი შესაძლოა თქვენ რომ წაიკითხავთ, შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენი აზრით ან ამ საკითხთან დაკავშირებით. არის ესეთი პროცესები, როდესაც ცნობიერად, გონებრივად რაღაცას მიაქცევ ყურადღებას, რაღაცაზე გაქვს გამახვილებული, რომ ეს იცი, უბრალოდ პროგრამის სახე, პროგრამაა ხო შენი გონება და გითხრეს, რომ ეს კარგია, გასწავლეს ახლა ბავშვობაში და შემდეგ უკვე ეს იცი, რომ კარგია, ამას თუ ისწავლი, მაგალითად ამადან ფაკულტეტს შენ დროს იყო ხოლმე თუ დაამთავრებ, მერე ფული გექნება, ისეთი პერსპექტიულია, თუ მაგალითად ფსიქოლოგი იქნები, ჩემ დროს მასე იყო. მაშინ იქ ვის რაში სჭირდება შენი ფსიქოლოგი, არანაირი შემოსავალი არ გექნება. თუმცა ახლა არ არის ესე პირიქით ძალიან დიდი შემოსავალიც არის ფსიქოლოგებს აქვს შესაბამისად დიდი ანაზღაურება თუ კარგი ფსიქოლოგია რა თქმა უნდა. ანუ და ამ დროს შენს გონებაში უკვე ამოიზრდები თუნდაც მე იცი რომ ეს ძალიან კარგია და გონია რომ ეს არის შენი მიზანი. დასაწყისში შევეხეთ ამას, ხო? რო თქვა რომ ყველა ადამიანი არ აკეთებს ისე არ ახერხებს რომ მიზანი ჩამოყალიბებული აქვს, მაგრამ არ იცი ზუსტად ნამდვილად უნდა ეს გააკეთოს თუ არ უნდა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და სანამ მიზნის დასახვაზე გადავიდოდით, კოუჩინგური მუშაობის დროს გადავალთ, ხო, ზოგადად როდესაც კლიენტებთან მუშაობთ, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ, რატომ არის ეს მიზანი მისთვის მნიშვნელოვანი, რა მოხდება თუ ის ამ მიზანს მიაღწევს, რა შეიცვლება მის ცხოვრებაში, რა მოხდება ცუდი, რა მოხდება კარგი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიზნის დასახვის სანამ დაისახავ, ანუ მიზნის არჩევას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ნუ მოკლედ ესეა სინქრონიზაციას გვთავაზობს ცნობიერის და ქვეცნობიერის. შენი გონება ყოველთვის მოძრაობს იმისკენ, რაც მისთვის ყველაზე მეტად ნაცნობია. როდესაც შენი გონება და ქვეცნობიერი შენი სახელით მოქმედებენ, მუდმივად მუშაობს შენს მიზნებზე. აი რატომ არის ეს მძლავრი კონცეფცია. სწორედ ამიტომ დამაჯერებელი მიზეზების მიბმას შენს მიზნებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარმატების მისაღწევად. ხო, რაც ახლა ვისაუბრე, რომ აუცილებლად უნდა იყოს დამაჯერებელი და უნდა დარწმუნებული იყო იმ მიზნის სისწორეში. შემდეგი ქვეთავი ეს არის შენს მიზნებს დამაჯერებელი მიზეზები ამოძრავებს. დამაჯერებელი მიზეზები ენერგიასა და სიმტკიცეს შეგმატებთ, რაც რთული პერიოდების გადატანასა და შენი მიზნების მიღწევაში დაგეხმარება. დამაჯერებელი მიზეზები ამ მიზნებად გადაიქცევა, რომლებითაც გატაცებული ხართ. რთულ პერიოდებში გულისხმობს იმას, რომ ალბათ აუცილებლად და
ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რაღაცა დაბრკოლებები, რომელიც დაგვაფიქრებს, შეიძლება არც კი ღირს მივაღწიოთ თუ არა ამ მიზანს და სხვათა შორის თვითონ ავტორს აქვს მოყვანილი რომელიღაცა თავში განვიხილე, რომ როდესაც რაღაცა შეკრება ქონდა, კორპორაცია არ მახსოვს რაზე თქვა, მე მგონი რაღაცა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება უნდა და ბიზნესის სფეროში და დანიშნა რაღაცა შეხვედრა, გაცნობითი თუ არ მახსოვს რაზე იყო და ამ დროს 40 ადამიანის ნაცვლად მოვიდა 8 ადამიანიო და მოკლედ ძალიან ისეთ ჩავარდი მდგომარეობაში ისეთში აღარ ვიცოდი მე გამიგრძელებინა თუ არა ის საქმიანობა და ნუ გადალახა რა თქმა უნდა გააგრძელა და დღესო თქვენს წინაშე დგავა რომ აგერ 100 მილიონის მფლობელიო რაღაცა სასწაული შედეგები მიიღო იმან რომ მოიტანა იმან რომ არ გაჩერდა და არ შეუშინდა ამ დაბრკოლებებს. ასე რომ დაბრკოლებები უამრავია და შეგხვდება ნებისმიერ მიზანს აქვს თავის დაბრკოლება, სულ მარტივი რო აიღო აი რა ვიცი რაღაც გაკეთება გინდა, შეიძლება ადამიანს გინდა ტორტი გამოაცხო და ამ დროს შეიძლება რაღაცამ შეგიშალოს ხელი, წახვიდე მაღაზიაში და კვერცხი არ იყოს, ამიტომ უნდა გააგრძელო მეორე მაღაზიაში წახვიდე და არ უნდა გაჩერდე, ხო? მოტრიალდე შეიძლება იმ მაღაზიიდან უკან და შენი ტორტი ვეღარ გამოწვეს, ხო? ძალიან მარტივია, მაგრამ ესე ხდება ხოლმე და ასევე არის დიდ მიზნებზე. ასე რომ დამაჯერებელი მიზეზები ვისაუბრე ამაზე, ხო? დამაჯერებელ მიზეზებზე და შეფერხების გზებზე, როგორ უნდა რა შეიძლება შეგვხვდეს დაბრკოლებები. თუმცა მე გადავუხვევ, რომ დამაჯერებელ მიზეზებზე ვსაუბრობდი, ესე იგი ეს თუ მიზანი დამაჯერებელი არის, ეს არის ძალიან დიდი ენერგიის მომცემი, შენ მთლიანად დებ მასში შენს ემოციებს და ერთგვარად გამოწვევად შეიძლება იყოს და აი მზად უნდა იყოთ აი ამ გამოწვევებისათვის, როდესაც შენ ხარჯავ მეტ ენერგიას, როდესაც შენ გამოწვევებს გადალახავ, აუცილებლად мотивациაც იზრდება და მიზნის მიღწევის უფრო დიდი შანსიც გაქვს, ну დიდი იზრდება ფაქტიურად, ხო? ასე რომ აი ესე, მე შეიძლება შემდეგი რა არის, როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი, გულის პრობლემები მაწუხებდა, აქ თავის მაგალითი ყავს მოყვანილი, დავფიქრდი იმაზე, რა დამაკლდებოდა თუ ადრე წავიდოდი ამ ქვეყნიდან. ანუ ესე იგი, მიზეზი, რატომ გინდა რომ მიაღწიო ამ მიზანს, ამისთვის აქვს ეს მაგალითი მოყვანილი, ანუ აუცილებლად მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ის მიზეზი, რატომ გინდა მიაღწიო ამა თუ მიზანს. და ეს თვითონ ეს კაცი როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, უყვება ცუდად გავხდიო და გულის პრობლემები მქონდა და მოკლედ რო წარმოვიდგინე რომ მე შეიძლება აღარ ვიყო ან რაღაცა ფიზიკურად არ ვიყო ჯანმრთელი და უცბად წარმოვიდგინეო რომ ჩემი ქალიშვილიო რომელიც მაშინ 17 წლის იყო როგორც ჩანს საკურთხეველთან უნდა მიმეყვანა მეო როდესაც გათხოვდებოდა ხო ქალიშვილიო რამდენიმე წლის მერე და როცა წარმოვიდგინე რომ ეს შეიძლება არ მომხდარიყო ნუ არ ვიცი ძალიან ცუდ დღეს ჩავარდიო და გადავწყვიტეო რომ ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის რომ გამოჯანმრთელებულიყავი და კარგად ყოფილიყავი და ჩემი გოგონას ქორწილი როცა იქნებოდა მისი მიყვანა შემძლებოდა საკურთხეველთანო და ეს ამან ძალიან დიდი სტიმული მომცაო და მართლაც ასეა ხო ყველა ადამიანს თავისი აქვს ხა ეს მაგალითისთვის არის მოყვანილი მაგრამ ყველას ჩვენი გვაქვს ჩვენი რაღაცა სურვილი რომელიც აუცილებლად გვინდა რომ შევასრულოთ და სხვათა შორის ამაზე ფიქრი და ფიქრის პროცესი რომ აი რაღაცა გინდა რაღაც ისე ხარ მოტივირებული მე განზრახვა გაქვს რაღაცის ძლიერი ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. ნუ მოკლედ შემდეგში რას გვეუბნება მიზნის ჩამოყალიბებისას გვეუბნება განსაზღვრე ვინ ხარ რა გინდა და რატომ გინდა ეს არის მიზეზი იმისა რის გაკეთებასაც აპირებ თუ შთაგონებული არ იქნები გაგიჭირდება გამკლავება ყურადღების გადამტან ფაქტორებთან რომლებმაც შეიძლება მიზანს დაგაცილოს მოიფიქრე შენი დამაჯერებელი მიზეზი და ამჯერში ჩასვი მსგავსი შეტევებისგან თავდასაცავად ხო მე ისევ იმაზე აქვს აქცენტი რომ მე თქვენთვის გავაკეთე მარტივი გეგმაო იმისათვის რომ მიზანთან
მიზნის შესრულება შეძლოთო და სხვა წიგნებში უფრო რთულად არისო გადმოცემულიო და არ გაართულოთო, გვეუბნება, არაფერი არ გაართულოთ და უფრო ადვილად მიაღწევ მიზანს თუ სუბუქად და მარტივად მოიქცევი, ანუ ნახე, როდესაც შენ გაქვს სხვადასხვა უნარები გამომუშავებული, გაქვს თვითდისციპლინა, გაქვს საკმარის თავდაჯერებულობა თუნდაც, გაქვს მოტივაცია, გაქვს განზრახვა, მერე უკვე აღარ არის საჭირო, რომ იმ მიზანზე დიდხანს იყო, იფიქრო, ჩაიციკლო, ყოველდღურად რაღაც ძალიან დიდი იმით იყო, რომ ეს რო არ გამომივიდეს, გავგიჟდები და გადავირები. ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი და ბევრჯერ ვსმენია მე პირადად, რომ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ტელეფონი რეკავს, ეხლა ვერ ავდგები, იქით ვერ გადავალ, დამაპატიოთ. იმედია მალე გაითიშება. მოკლედ ძალიან საინტერესოა. ჩემი მოსაზრებითო გვეუბნება, ორი რამ არის მნიშვნელოვანი, აუცილებლად უნდა გქონდეთ რწმენა, რომ იმის რწმენა, რომ გამოვა, ყველაფერი გამოვა და ასევე თვითმყოფადობა უნდა გაზარდოთ, ეს თვითმყოფადობაში გულისხმობს თვითშეფასებას. და რა თქმა უნდა, თვითშეფასება და თავდაჯერებულობა უმნიშვნელოვანესია მიზნის მიღწევისთვის აუცილებელიც არის, ხო? ხო, ზოგადად ეხლა ნახეთ შემდეგი თავი, დადებითი ენერგიის გამოყენება საუკეთესო მიზნების მისაღწევად. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ყოველდღე არის ქაოსი, სევდა, გაღიზიანება, წუხილი და ტანჯვა. ისინი ამ ტვირთით რეაგირებენ და პასუხობენ ჩამოთვლილ ფსიქიკურ მდგომარეობებს, მათგან თავის დასაღწევად. როდესაც ასეთ ვითარებაში დაისახავ მიზანს, შენს პირობებზე რეაგირებ. ნაცვლად იმისა, რომ ხელში აიღო მართვის სადავეები და შექმნა შენთვის სასურველი ცხოვრება. როდესაც რეაგირებ და ეხმაურები შენს ცილდები რაღაცას, რათა თავიდან აიცილო ის. კი ბატონო, მიზნები მხოლოდ მაშინ უნდა დაისახო, როდესაც მოქმედებ შენს წარმოსახვასა და ოცნებებზე და არა შენს ისტორიასა და შიშზე დაყრდნობით. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ადამიანი, რომელიც შეშინებულია, ეხლა მე ამას გავრისკავ და წავალ და ვაი თუ არ გამოვა და ვაი თუ ამას ვერ მივახციე და ან რა მეშველება მე და ან რაღაცა, უბრალოდ აზრი არ აქვს. ჩემს მაგალითს გავიხსენებ თქვენი ნებართვით. აი მაგალითად მე რომ მოდიოდი საფრანგეთში 25 წელი გავიდა, ყველა იმაში ვახსენებ ამას, იმიტომ რომ მეტყობა ეს ჩემი მტკივნეული ადგილია და ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე, აი როდესაც რაღაცას ან მკითხულობ, ან სხვის ცხოვრებას უსმენ, ან არ ვიცი, ფაქტია რომ მახსენდება ხშირად. და ნახეთ, მე მოვდიოდი მაშინ გადაწყვეტილებით, გარკვეული მიზეზების გამო მოვდიოდი და მიზნად მქონდა დასახული, მქონდა კონკრეტული მიზანი, რატომაც მოვდიოდი. რა თქმა უნდა, ის მიზნებში ცვლილებები მოხდა აუცილებლად, ზოგი გამოაკლდა, ზოგი დაემატა, ასე შემდეგ, თუმცა ყველაფერი მოხდა ისე, როგორც საჭირო იყო და მე მქონდა განზრახვა. კონკრეტული განზრახვა, რატომ მინდოდა წამოსვლა, რატომ მოდიოდი, დაკონკრეტებული. თუმცა გეტყვით, რომ მაშინ არც ვიცოდი ეს კოუჩინგი საერთოდ და ეს უნდა ჩამომეწერა და ტექნიკებით სახით არსებობდა ესეთი რამე, მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ მე რეალურად დავჯექი და დავწერე ეს ყველაფერი. და როდესაც დავწერე, წამოღებული მაქვს სხვათა შორის ეს დღიურები, ჩემი ყოველდღე რასაც ვწერდი და ვფიქრობ ხოლმე, რომ თავიდანვე ალბათ ვიყავი ამისთვის მეთქი, რომ მე ეს ყველაფერი თავიდანვე მქონდა გაუცნობიერებლად, რასაც ახლა ვკითხულობ, ბევრი რამე ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი არა, მაგრამ ბევრი რამე და როგორი ის მქონდა, იცით, განზრახვა და როგორი ენერგიით წამოვედით, ახლა ენერგიებზე ხო ვსაუბრობთ ჩვენ, რომ მე ზუსტად ვიცოდი, რომ ის უნდა გამეკეთებინა, რაც მქონდა მიზნად. ერთი წამით ხალხო, აი არ ვიცი, არ ვიყავი ხო ძალიან ისეთი გაცნობიერებული ამ საქმეში, მაგრამ ეხლაც მიიყვირს, რამდენად თავდაჯერებული მოვდიოდი აქ. და ის მიზანი, რაც მქონდა, რეალურად არც განიხილებოდა ჩემს გონებაში, რომ სხვანაირად მოხდებოდა. სხვანაირად რა, კავშირი, ანუ თუ საწინააღმდეგოდ მოხდებოდა, თორე რაღაცა ცვლილებები კიდევ მეორე იყო და ეს კარგიც არის, ასე რომ მოხდა. ასე რომ დადებითი ენერგია
პოზიტიური აღქმა, ეს ნდობა საკუთარი თავის და ნდობა სამყაროსი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაცა გადაწყვეტილებას იღებთ, ან რაღაცა ბიზნესკენ მიდიხართ. მე ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი ძალა აქვს ამ ყველაფერს და რა ვიცი, ამის გარეშე მე არ მგონია, რომ იმდენი დაბრკოლებებისთვის გამეძლო, რასაც მე პირადად გავუწელი. მე და მე რა თქმა უნდა ბავშვები პატარები იყვნენ, მე და ჩემმა მეუღლემ. ან ნუ მე პირადად ახლა არ ვიცი, ხაც მიკვირს ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მე ამ ყველაფერს ისე ლამაზად ვუყურებდი, ისეთი ბედნიერი ვიყავი პატარა რაღაცას უკვე გავაკეთებდი, მიზნის ნაწილს შევასრულებდი. იმიტომ რომ მიზნები ძალიან მნიშვნელოვანია დაყოთ პატარ-პატარა ნაწილებად. არ არის აუცილებელი, რომ გაგეხარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგს მიაღწევ. იმიტომ რომ საბოლოო შედეგი როგორც ხდება, იცით, ჩემთვის პირადად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შედეგს ვიღებ საბოლოოდ და დიდ შედეგს ალბათ ცხოვრების ბოლოს, ხო, როდესაც გადახედავ და გადააფასებ შენ ცხოვრებას. ერთი რამე მიზანი რომ ასრულდება, მეორე თავისთავად ბუნებრივად ჩნდება, რომ აი ეს მოვა. აი მაგალითად ინსტიტუტი დაამთავრე, ან რაღაცა პროფესია შეისწავლე, ხო? რაღაც კურსები გაიარე. მაგის მერე უკვე პროფესიაზე იწყებ მუშაობა, სამსახურის დავიწყო, ან შენს ქმნიან სხვასთან იწყებ მუშაობას. მე ამას ასრულებ თუ ვინმესთან სამსახური გაქვს, ან კარიერის დაბალი გაქვს ხელფასი, ვფიქრობ იმაზე, რომ აიმაღლო საფეხური, რომ ხელფასი გაეუმჯობესო. არა, ასე რომ სულ ჯაჭვია, ერთგვარი ჯაჭვია და საბოლოოდ მიდიხარ იქამდე, რომ ერთი მთელი ცხოვრება მიზნების გან შემდგარი ჯაჭვია, ხო, რომ გადაბმული რგოლებით. და ნუ არ ვიცი, ესე ხდება და ხო რა ისე თქმა მინდა რომ ყოველთვის მიხარდა, აი ეხლა ვფიქრობდი, სანამ დავჯდებოდი ჩასაწერად, რომ როგორ მიხარდა ის პატარ-პატარა ნაბიჯები, რომელიც წარმატებული იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბედნიერებას მანიჭებდა და სიამოვნებას. თუმცა რატომ დავფიქრდი ამაზე? ეხლა მე უყურებდი ჩემი ახლო ადამიანია და ძალიან მიყვარს, რომ არ უხარია ესეთი რაღაცები. აი მაშინ გამეხარდება, როდესაც საბოლოო მიზანს მივაღწევ და მქონდა მასთან საუბარი, რომ საბოლოო მიზანს მიაღწევ, არ ვიცი როდის და ისიამოვნეთ იმ პატარ-პატარა ნაბიჯებით, რითიც რისგანაც შედგება თქვენი მიზანი, ძირითადი მიზანი, რატომაც არა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. მე გადავუხვი ახლა წიგნს. ხო, აი ესე არის ასე ხდება მიზნებზე, ასე გვესაუბრება, ჩამოყალიბება და ეხლა ნახეთ რას გვთავაზობს. ეხლა გვთავაზობს მიზნების ჩამოყალიბების რამოდენიმე ვარიანტს და რამდენია დავიხრი ახლა 6 აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა შესრულდესო გვეუბნება. და თვითონ თავის გამოცდილებიდან ამბობს ამას. შენი პროცესი განსხვავებული იქნება ყველა სხვა ადამიანის პროცესისგან და ეს საუკეთესო საშუალებაა იმაში დასარწმუნებლად, რომ ისეთ მიზნებს აყალიბებ, რომლებიც შენთვის იმუშავებს. კონკრეტულად არასოდეს გეტყვი, როგორ უნდა ჩამოაყალიბო შენი მიზნები, შენ იმ ხერხებს უნდა მიაგნო, რომელიც ყველაზე უკეთ შეგეფერებაო და აქ გვთავაზობს ახლა რამოდენიმე ხერხს. ამბობს, რომ მე ყოველწლიურად ვირჩევ ერთ სიტყვას, როგორც სტრატეგიას და ჩემი მიზნების საერთო თემას. როგორც წესი, ეს სიტყვა ასახავს ჩემს პრიორიტეტებს და იმას, თუ ცხოვრების რომელ ეტაპზე ვიმყოფები. ხო, და აი ვიყენებო ისეთ სიტყვებს, როგორიც არის წარსულში სხვას ვიყენებდი, მე შევცვალეო სიყვარული, სიმტკიცე, რწმენა, იმედი. არ ვიცი, თქვენ შეგვიძლიათ ეს გააკეთოთ, რომელიც გახდება თქვენი მოტივატორი. მეორე ეტაპზე ამ სიტყვას მუდმივად ჩემს ფიქრში და გონებაში ვატრიალებდი და ეს რა თქმა უნდა, ყოველთვის აი წარმატება აიღეთ. ან არ ვიცი, სიყვარული, ნებისმიერი, რა ვიცი, რა სიტყვაც მოგეწონებათ და ატრიალეთ თქვენს გონებაში და გადაიყვანეთ როგორც ავტორი გონება პიკურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ანუ ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. ნუ ეს ისეთი სიტყვა უნდა იყოს, რომელიც თქვენი სულისთვისაც, სხეულისთვისაც, გონებისთვისაც, აი შეთანხმებული იქნება, ხო? რაღაცა მოერგება ყველაფერს და ატრიალეთ ეს ფიქრები, რომ კიდე რას გვეუბნება, როდესაც დავწმუნდები, რომ მაქვს დამაჯერებელი მიზეზები, ვაზუსტებ, რომ ჩემი მიზნები კონკრეტული იყოს და
და აქ კონკრეტიკაზე ეს მესამეა, ანუ დარწმუნდით, რომ თქვენი მიზანი პირველ რიგში არის დამაჯერებელი, ანუ ნამდვილად გინდათ, ნამდვილად თქვენია და არა აი მაგალითად ჩემი მიზანი არის, იმიტომ რომ დედამ მითხრა რომ ან მამალა ან ოჯახის წევრმა ვინმე რომ შენ ეს უნდა გააკეთო და მე იმიტომ ვაკეთებ ამას, არა, თქვენია მე უკვე დაკონკრეტება უნდა მოხდეს მიზნის და ეს ამაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ დავაკონკრეტოთ. თუ არ ვიცი, არ მახსოვს გითხარით თუ არა, კონკრეტიკაში რას გულისხმობთ, იცით? აი მაგალითად, მე მინდა დავიკლო სიტყვაზე, ჩემზე ავსაუბრებ, ახლა ზოგადად ვლაპარაკობ. დავიკლო 20 კილო. უნდა დააკონკრეტოთ აუცილებლად. ჯერ უნდა თქვათ მამოტივირებელი სიტყვა, მაგალითად ლამაზი, მაგალითად. ან ჯანმრთელი, მინდა ვიყო ჯანმრთელი და იმიტომ. და მე დაკონკრეტება, რატომ მინდა ეს მიზანი? ნამდვილად მინდა? თუ ვიღაცას რომ მოსწონს გარეთ გამხდარი გოგოები, ქალები მოდაშია და იმიტომ მინდა მამაკაცი, რა ვიცი, ათლეტური. რა ვიცი, გააჩნია ახლა ვინ რა მიზანს აიღებს. ამ კონკრეტულ მომენტში რატომ მინდა გახდომა? იმიტომ რომ სხვას მოვეწონო და ლამაზად და კარგი შეფასებები მომცენ თუ რეალურად მე მინდა და მე მიდის აუცილებლად დაკონკრეტება ამ მიზნის, დაწერეთ ეს ფურცელზე აუცილებლად. მიზეზები შეიძლება იყოს უამრავი, იმიტომ რომ იმიტომ რომ ვიყო ჯანმრთელი, მაგრამ აქაც ესეც არ არის საკმარისი. ჯანმრთელი, ლამაზი დავუმატებთ. კი ბატონო, კიდევ იმას ვიტყვი, რომ კიდევ არ არის საკმარისი და ჩავშალოთ, მოდი ხო? კონკრეტულად ჯანმრთელი რას გულისხმობ? აი, არ გქონდეს შაქარი, როდესაც ასაკში შევა. ან თუ ასაკში ხარ და გაქვს შაქარი, დიაბეტი, რა ვიცი, შაქრის ინსულინი დაიკლებს გახდომის შემთხვევაში. წელის ტკივილი აღარ მექნება. მინდა მქონდეს უფრო პოზიტიურად ჩამოაყალიბეთ. მინდა მქონდეს ჯანმრთელი მუხლები, რომ არათ ვაკეთო ჩემი საქმე. მინდა ვიყო ლამაზი, მინდა გამოვიყურებოდე მიმზიდველად, მინდა სააკეს ჩახედვის დროს მომწონდეს ჩემი თავი, ან სხვებსაც მომწონდე და ასე შემდეგ. უამრავი, უნდა იყოს დაკონკრეტებული აუცილებლად. მეოთხე, ამას უწერია, რომ მას შემდეგ რომ გადაწყვეტ, როცა გადაწყვეტ, ვინ უნდა დამეხმაროს ამ მიზნის მიღწევაში. აი ეხლა ამას რომ დააკონკრეტებ, შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვინც დაგჭირდება, რომ დაგეხმაროს ამ მიზნის მიღწევაში. რა თქმა უნდა, არ უნდა ვთქვათ უარი დახმარებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. დაეხმარეთ მეგობრები, პროფესიონალები, წიგნები, არ ვიცი, ესეც დააკონკრეტეთ. ვინ შეიძლება გაგიწიოს დახმარება ამა თუ იმ მიზნის მიღწევაში. ჩვენ ადამიანები ვართ და სოციუმში ვცხოვრობ და გვჭირდება დახმარება, რატომაც არა. ზოგჯერ არის რომ ჩვენ გვინდა რომ დაგვეხმარონ, მაგრამ არ ვეუბნებით ამას, არ ვითხოვთ დახმარებას და თვითონ უნდა მიხვდნენ. სინამდვილეში ვერავის ვერ მიხვდება და არც არის ვალდებული ვინმე ამის მიხვდეს. თუ შენ არ სთხოვ, არც არის აუცილებელი ვინმე რჩევა მოხდეს. მითხოვეთ რჩევა და მიიღეთ. ან ნებისმიერ მიზნის დროს შეგიძლიათ რჩევა კითხოთ თქვენს შიდა წრეში მყოფ ადამიანებს მით უმეტეს ვილაპარაკეთ ხო ჩვენ ამ წრეებზე და იცით რასაც გულისხმობ ამ შიდა წრეში. შემდეგი მიზანი, შემდეგი ფორმულა ეს არის აღმოვაჩინე რომ გამეორების ყველაზე ეფექტიანი ფორმა ხმამაღალი გამეორებაა. კი ბატონო, ეს ამაზე უკვე ვისაუბრე და ნამდვილად ასია და ბოლოს აი კიდევ რას ვითვალისწინებ მიზნის დასახვისას. ვქმნი იმის მოლოდინს, რომ ამ მიზანს მივაღწევ. ოდესმე თუ შეგიმჩნევია, რომ მიზნები, რომელთა მიღწევასაც ელოდები, ის მიზნებია, რომელსაც კვლავ და კვლავ აღწევ. მოლოდინი ქმნის პოზიტიურ საფუძველს, რაც წარმატებისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს და რესურსებს გთავაზობთ. როდესაც შენი ტვინი ელოდება, რომ წარმატებას მიაღწევ, ის იწყებს მუშაობას ამოხსნის მოახლოვებაზე, რათა ნებისმიერ მომენტში ისარგებლო ყველა უპირატესობით. და ამაზეც ვისაუბრე უკვე, ანუ მე მოვყევი ჩემი პირადი ისტორია, რამდენად ვიყავი კონცენტრირებული, აუცილებლად მივაღწევდი იმას, რაც მინდოდა და აი ესე უნდა ხდებოდეს, ანუ მე მომწონს ძალიან აქ პიკურ მდგომარეობაში მიზნის მიღწევის გზები, რომელიც ედმაილეთმა შემოგთავაზა. ეს პიკური მდგომარეობა აქ ვნახე, მართლა წიგნში სხვაგან არ შეხვედრია, არ ვიცი, სხვასაც თუ აქ ამაზე და მოკლედ სულ ეს იყო დღეს რაც მინდოდა მეთქვა.
და რაც გვითხრა ავტორმა, შემდეგში გადავალთ უკვე სტანდარტებზე. კიდევ ერთ სტანდარტზე ვისაუბრებთ. დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ ყველა თქვენი დასახული მიზნის შესრულებას. ნახვამდის.